სასამართლო პროცესის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ასევე გამოქვეყნებულია სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის სატელეფონო კავშირის ჩანაწერი, სადაც ქურციკიძეს ორივე ფოტოგრაფისაგან მათი საბანკო ანგარიშის ნომერი სურდა, რომლებზეც თანხები უნდა ჩარიცხულიყო. პირადი ჭხრეკისას ამოღებული მასალებიდან ნაპოვნია 3 დოკუმენტი, მათგან 2 საიდუმლო მასალაა. აღიარებით ჩვენებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში ქურციკიძესთან მართლაც თანამშრომლობდა. ბოლო პერიოდში კი ქურციკიძემ მას ფოტოების გარდა სხვა ინფორმაციაც მოსთხოვა და შანტაჟის მეთოდიც გამოიყენა. რაც ამ საჯარო სამსახურში მოვედი, იგი უფრო დამიახლოვდა, ჩემთან კონტაქტი გაახშირა და შემომთავაზა ფოტოების მიწოდება, პრეზიდენტის ღონისძიებების და სტუმრების გადაღებული ფოტოების. ამის შემდეგ შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან უკვე მოითხოვა ამ მიწოდებული ღონისძიებების და ასე შემდეგ გადაღებული ფოტოებისზე კომენტარის გაკეთება, ინაწერების გაკეთება. შემდეგ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამის შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდება, რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ანუ ფოტო გადაღებებს. უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გზნობა, რომ ეს ვიცოდი ამ ფოტოებს იგი აგზავნიდა მოსკოვში ფოტოსააგენტოში. მე ვუთხარი ამაზე უარი, რომ ამ ინფორმაციას არ მივაწვდიდი, ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილი თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ, ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა. რაზედაც უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე. შემდეგ ზურამ მომთხოვა ეს საბანკო ანგარიშები ჩემი, რათა თანხები გადმოერიცხათ. მიზეზი ის იყო, რომ ხელზე თანხის გადახდა იქნებოდა შემდგომში შეუძლებელი. ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფოტოგრაფად და იღებდა ფოტოებს პრეზიდენტის და მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრებისას. ამ ფოტოებს აწოდიდა თავის ძველ მეგობარ ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ამაში უხდიდა თანხას. ზურაბმა მას სთხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაც. ბოლო პერიოდში ასევე ზურამ მოსთხოვა საბანკო ანგარიშის გახსნა, რომ მათი ანაზღაურება არ მომხდარიყო ხელიდან ხელში. როგორ ხაზურა? Ничего, როგორ ხარ? ნენე. შეიძლება ერთი სამარზე გადააგზავნო შენ საბანკო რეკვიზიტები, რომ ფრანკფურტიდან გამოგიგზავნო პირდაპირ ფული. კი, შემიძლია რესტომეთ გაშივა და შეგიძლია ნაცვლად ხო? კი, გააგზავნე შენ ის რეკვიზიტები. კი, გუშინ გავაგზავნე. დაუფორვარდე ბანკიდან მოწერილი იმეილი პირდაპირ. აჰა, всё. მივაწერე რეკვიზიტი ბანკოვსკი შოთ это გედენი ასე ეგეთო. როზურა, მისამას გამოგიგზავნე და მაგაზე გააგზავნე შენ საბანკო რეკვიზიტები, რა ფული უნდა გამოგიგზავნე ფრანკფურტიდან, რა ძველი და. ნია, და შენ ანგარიში აღარ აგზავნიან ადრე რო იყო? არა. შენ უცხარი რომ ამ ბიჭმა თქვა რომ ანგარიში არა მაქვს. ხო. და მე ჩამერიცხე თხოვა თქო რა, ესე. მე არ გამომიგზავნე გაწე ეს ეგრე არ არის. მიხელა კანტორა რა. თუნდაც ზუსტად გამოვიგზავნე. და ბანკში მივიდი და გამოვარდი და რა უნდა იმის. აი და